მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მინდა შემოგთავაზო თქვენ ასეთი თემა. როგორი ტიპის მამაკაცებს თქვენ იზიდავთ თქვენ ცხოვრებაში და როგორი სინამდვილეში თქვენ გჭირდებათ. აი ეს თემა გავარჩიო დღეს, იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის ეს გაშლა. კაი საინტერესო კითხვებიც მოვამზადე და ვნახოთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩვენ ცხოვრებაში პრინციპში იმ მომენტში არის ის მამაკაცი, რომელიც არის ჩვენთვის სათანადო. ეს უკვე ვიცით ჩვენ, მაგრამ ეხლა ვნახოთ, აბა საერთოდ როგორი გჭირდებათ, ხო? ნუ ვნახოთ. ნახოთ, მე მგონი უნდა იყოს საკმაოდ გრძელი ვიდეო, ამიტომ ყავა და ჩაი ან რაღაცას გიყვართ მოამზადეს და დავიწყოთ. დავიწყოთ ეხლა ჩვენ. ანუ კაი, ისეთი კითხვები მაქვს, რომ პრინციპში აქ სიგნიფიკაცია არ დაგჭირდება, ისედაც მივხვდით, რომ თქვენზე ეს საუბარი თუ არა. მე ვფიქრობ, რომ ასე აჯობებს. თუ მაინც გავაკეთო, არ ვიცი, ხო ვფიქრობ. როგორი ხართ ეხლა? ნუ კაი, მოდით გავაკეთოთ, ვნახოთ, როგორი ხართ ერთხელ ეხლა. რა ენერგიაში ხართ? ასე სამკარც ავიღებ, ვნახავ და მე უკვე დანარჩენიც გავარჩიოთ, ხო? ნუ როგორი მყავს ახლა ეს გოგო, როგორი მყავს გოგო? აქ არის ძალიან მაგარი გოგო, რა თქმა უნდა, რომელსაც ახლა ანუ როგორი გოგო ხართ, იცით, ენერგიით სავსე. ეს უეჭველი 100%-იანი. ხართ გოგო, რომელიც ახლა ხმალების დედოფალი გამოდის კიდევაც და ანუ შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა ხართ ესეთ ენერგიაში, როცა აი აქ ადამიანს ბევრი აქ რამე გამოვლილი ცხოვრებაში, ნამდვილად, ნუ პრინციპში ჩემთან გაშლაში მოდიან უკვე როგორც შევამჩნია, გარჩევაზე დაჟე, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ დავარკვევთ ჩვენ გარჩევას, იმიტომ რომ საერთოდ ვინც ახლა უკვე მიცნობთ, იცით თქვენ, რომ მე ტაროს ვიყენებ როგორც ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოს და საერთოდ ძირითადად ვარ ასე ვთქვათ, ქალების კოუჩი რა. ნუ ეს არის ჩემი მთავარი უმთავრესი თემა, რომელშიც შედის, რა თქმა უნდა, ქალების განვითარება, როგორც პირად დანიშნულებაში, ისიც ფინანსებში და ისე, რა თქმა უნდა, ურთიერთობაში. ამიტომ უკვე შევამჩნიე, რომ გოგოებიც ისეთი მოდიან ჩემთან გაშლაში, ჩემთან კლუბში, ჩემ ტრენინგებზე, ყველაფერზე, ისეთები, ვისაც უნდა განვითარება და ისეთი გოგოები, ვინც უკვე ნამდვილად ბევრი რამეა გამოვლილი და იციან უკვე, რომ ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული და ჩვენ უნდა ავიღოთ საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში პასუხისმგებლობა და არავის იმედზე არ უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ვიღაცა მობრძანდება და ვიღაცა გაგველამაზებს ცხოვრებას. ჩვენ თუნდაც არ ვალამაზებთ ჩვენ ცხოვრებას, ეხლა მილიონი კაცი შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ შინაგანად შენ თუ არა ხარ მზად იმისთვის, რომ მიიღო ყველაფერი ამ ცხოვრებიდან კარგი, არაფერი არ იქნება. აქ არის დღეს ჩემთან არის გოგო, რომელიც მართლა, ნუ ხმალების დედოფალი, აქ ცოტა გადაღლილი ისეთი ხმალების დედოფალი ზის. იმიტომ რომ რა არის, იცი, უკვე ადამიანი რას ნიშნავს საერთოდ ხმალების დედოფალი? ეს არის როგორი ქალი, რომელიც უკვე არ ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ ემოციებით რა. ანუ ხშირად უკვე უფიქრდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ქალები ვართ, ემოცია არის ჩვენი ყველაფერი, მაგრამ როცა გადის დრო, როცა შენ უკვე ანალიზს უკეთებ შენს ცხოვრებაზე, ხო? შენ უკვე პრინციპში ძალიან კარგად ხვდები, რომ ნუ არ არის ყველაფერი ისე, როგორც ზღაპრებში არის, ხო? არის ბევრი რამ გასავლელი და ეს ყველაფერი უნდა იმისთვის გვეძლება, რომ ჩვენ გავიზარდოთ, შევიცვალოთ და ნუ პირველ რიგში ეხლა უნდა გქონდეს ესეთი მომენტი, რა მე მინდა ვიყო ბედნიერი, მაგრამ როგორ, ხო? ამიტომ გვეძლება ეს რაღაცა გამოცდები და ასე შემდეგ ამ ცხოვრებაში, რომ ჩვენ უფრო და უფრო გავიზარდოთ. ნუ მოდით ახლა ამას თავი დავანებოთ, აქ უბრალოდ შემიძლია თქვა, რომ ვისთვის იქნება ახლა ეს გაშლა გოგოსთვის, რომელიც არ კარგავს არანაირ იმედს, რომელიც ძალიან ისეთი ენერგია აქვს, გეგმები აქვს,
უკვე აწონდაწონის ყველაფერს აბსოლუტურად. პრინციპში უკვე იცით როგორ არის, ბევრი აქ მაგას აი სულიერი განვითარება 1000%-იანი აქვს, იმიტომ რომ აკადემიანმა უკვე ისწავლა თავისი ემოციების მართვა, თავისი ახლა უკვე ისეთი აგრესიები და რაღაცებს არ უშვებს, ანუ იცის მართავს რა თავის თავს, მოდით ასე ვთქვათ, მართავს ყოველ შემთხვევაში ყველაფერს ამისთვის აკეთებს. ძალიან იქნება მოვლილი გოგო, კარგად გამოიყურება თავის წვანებასთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, იმიტომ რომ კი, ასე რა. და სხვათა შორის იმასაც არ გამოვრიცხავ, ვიღაცის ექნება ეს ინფორმაცია, რომ ძალიან აი მაგაზე პატარა ასაკით მამაკაცებიც აქცევენ მაგას ყურადღებას, სხვათა შორის. კარგით, თუ იცანით თქვენი თავი, მაშინ დავიწყოთ, იმიტომ რომ აქ ნახეთ, აქ არის ორი ვარიანტი. ან ადამიანი დიდი ხანია უკვე მუშაობს თავის თავზე და განვითარება, ვითარდება რა, ასე ვთქვათ რა. შეიძლება თვითონაც სხვათა შორის შეიძლება თვითონაც უკვე ვიღაცას ასწავლის და ყავს უკვე ესეთი ადამიანები, ვისაც აინტერესებს მისი ცოდნა. შეიძლება ეხლა ხანს დაფიქრდა და თქვა, რომ არა მართლა იმისთვის, რომ ყველაფერი ჰარმონია იყოს ჩემ ცხოვრებაში, მართლა რაღაცა კიდე ახალი უნდა ვისწავლო, ახალი მჭირდება. ანუ აი ეგ არის, რომ აქ არ არის ის მომენტი, ესეთი ენერგია, რომელიც დაუშვათ, შეიძლება ვეტყვი, რომ დაუშვათ, შეიძლება ზოგჯერ არის ესეთი მომენტი, რომ დიდი ხანი გეძინა, ასეთი ნათქვამი არის რა. ანუ როცა ადამიანს მართლა ჩაძინებული იყო და იყო თავის პრობლემებში, თავის რაღაც მომენტებში, მაგრამ ეხლა შეიძლება ვთქვა, დადგა იმ გზაზე, რომ მაინტერესებს, ყველაფერი მაინტერესებს, ანუ საერთოდ აი ცხოვრებაც მაინტერესებს, თითქოს გაღვიძება მოხდა, გაიგეთ, როცა ადამიანს ეძინა და ამიტომ ყველაფერი მაინტერესებს, თუნდაც ეხლა არა აქვს მნიშვნელობა, აქ ეხლა კი შეიძლება მათ ჩვენ ესა განათხოვარიც, გრივიც შეიძლება იყოს, ან უბრალოდ, ეხლა თუ დაუშვათ დამატებით, მაგრამ არ არის, შეიძლება ადამიანი, მე მაგას ეხლა არ უკავშირებ ხოლმე, თქვათ, აი რაღაც სტატუსებს რა, უფრო ენერგიით, ანუ შეიძლება ადამიანი იყოს გათხოვილიც, მაგრამ წლები დაუშვათ და ეხლა ხდება, ბევრ რამეს უკვე ხდება, ანალიზს აკეთებს და ამიტომ გაიღვიძა და ყველაფერი აინტერესებს, რატომაც არა, თუნდაც ის, რომ აი დაუშვათ, რატომ დღეს, აი ამამდენი წელი ჩემთან ასეთი, თქვათ, მამაკაცი სიტყვაზე, ან საერთოდ რატომ ვიზიდავ მე ეგეთ მამაკაცს, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, უბრალოდ ეს ამიტომ ასე გრძლად გეუბნებით, რომ თქვენ ახლა აქ მართლა მიხარია, რომ ბევრი უყურებთ ან ძალიან ისეთი გოგოები მყავხართ შეგნებული და ამიტომ სხვადასხვა ვერსიას ვლაპარაკობ აქ. კარგით, მოდით ვნახოთ აბა დღეს, რას გვეტყვის ჩვენ დარო. ანუ როგორი ტიპის მამაკაცებს თქვენ იზიდავთ თქვენ ცხოვრებაში? პირველი კითხვა. თქვენ თვითონ როგორი ტიპის მამაკაცებს აქცევთ ყურადღებას? აი თქვენთვის, შეიძლება იდეალებით იყოს რა. სინამდვილეში როგორი ტიპი გჭირდება თქვენ სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ გქონოთ ჰარმონიული ბედნიერი ურთიერთობა, რომელიც უფრო გჭირდება. პირველი ჭტაბეჭდილება, რომელიც აი თქვენ რომ მამაკაცები რო გხედავენ, რა ჭტაბეჭდილებას ახდენ თქვენ პირველს, ასე მოდით ვკითხოთ. როგორი ჭტაბეჭდილება რჩება თქვენთან, აი საერთოდ ვთქვათ, როცა თქვენთან დაუშვათ ანუ მამაკაცებს აქცევთ, სიტყვაზე საუბარი გქონდათ, შეხვედრა გქონდათ, ან ისი დაელაპარაკეთ, აი როგორი ჭტაბეჭდილებას აქცევთ. როგორ გხედავენ ეს მამაკაცები თქვენ, აი ხო ვარაუდობთ ჩვენ აი სასიყვარულო სიტუაციებში რა, ანუ როგორ უშუალოდ თქვენ როგორ გხედავენ, აი ესე ვკითხოთ. რა მოსწონთ თქვენში მამაკაცებს? რა არ მოსწონთ, მოდით ასე ვთქვათ. კიდე რა თვისებები უნდა თქვენ განვითაროთ კიდე თქვენში,
რომ უფრო მიიქციოთ, ხო? ალბათ სწორედ ესე იქნება ისეთი მამაკაცი, რომელიც თქვენთვის მართლა სათანადოა, ასე ვთქვათ. ნუ რომელიც გჭირდებათ ჩვენ ხო ვნახავთ ახლა აქ რა. ვნახოთ არის თუ არა რამე ისეთი მომენტები თქვენში, რაღაც სიტუაციები ან რაც გიშლით ხელს თქვენ იმისთვის რომ გქონდეთ ჰარმონიული ურთიერთობა, აი მე რამდენი კითხვა ხო გითხარით, მომზადეთ ყავა, მე მგონი დღეს რაღაც გრძელი ქაშლა გვექნე, კი წერ თქვენ რომ მოგწონთ, აი ვისაც მოწონს მოემზადეთ რა, მოკლე ვიდეოებს წერ TikTok-ზე თუ გინდათ იქ ნახეთ. Так, და ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ რჩევაც ვნახოთ ჩვენ დაროსგან, როგორ, ну, საერთოდ რჩევა როგორ უნდა მიიზიდოთ თქვენ ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენ გამოგადგებათ მამაკაცი ჰარმონიული ცხოვრებისთვის. და რა იქნება თუ თქვენ ამას თქვა დაუშვოთ გაითვალისწინებთ ამ რჩევას. Так, всё, იმედი მაქვს რომ მე არაფერს არ დავივიწყებ, всё, დავიწყოთ. Так, კარტი მაქვს აქ, მანარა აქ არის, მანარა თუ რამე დამეხმარება, მანარა რა არის, ვიღაც მეკითხებოდა, ეს არის ტარო, რომელიც გვიყვება ჩვენ ძალიან ქვეცნობიერიდან იღებს ამაგარი ინფორმაციას, საერთოდ ურთიერთობაზე და სხვათა შორის მე ვამბობ და ვიტყვი კიდევაც, თუ ვინმე თქვენთაგან იმუშავებს როგორც ფსიქოლოგი თუნდაც ურთიერთობაზე, აი ძალიან გამოგადგებათ და ну, თუ დარო საერთოდ ახლა ფლობთ ყველა ვარიანტში, მან არა უნდა იცოდეთ ან მაღალ დონეზე რა. იმიტომ რომ თქვენ ადამიანებს ეხმარებით და მან არა არის დღეობით ტაროლოგების შორის ყველაზე აღიარებული ისეთი დასტა, რომელიც ნამდვილად არის ღრმა და ძალიან მაგარი რა და ამიტომაც შევქმენი კურსი ამაზე და ახლა 15 თებერვალს სხვათა შორის ახალნაკაც კიდე ვიყვანთ ჩვენ აკადემიაში. ანუ დავიწყოთ, როგორი ტიპის მამაკაცებს თქვენ იზიდავთ თქვენ ცხოვრებაში. ვაუ, გოგოებო, დავასრულებ ახლა იმპერატორს. ვაი, ვასრულებ გაშლას. რაღა ვკითხო ახლა, всё, იმპერატორი, აჰა. ხოლოდ იმპერატორებს. ჯოვქნა. ну, კარგით, მოდით ახლა ვნახოთ იმპერატორს, კი, როგორც თქვენ ცხოვრებაში როგორი კაცების შემოვიდეთ. ეხლა ნახეთ, იმპერატორი, მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ, აი აქ რა თქმა უნდა, ყველა დასტაში არის რაღაც ისეთი მომენტი, რომ უფრო და უფრო ავტორს უნდა რომ თქვათ მოგვიყვეს ჩვენ ისე როგორც ჩვენ ხედავს იმპერატორს. ახლა ნახეთ, პრინციპში რა თქმა უნდა, კი, იმპერატორი არის ადამიანი, რომელიც ბევრ ამას უკვე აღწევს, რომელიც არის, მოდით იცით როგორ არის, აი შეხედეთ. ჩვენ ახლა იმპერატორს შევხედავთ სხვადასხვა მხრიდან და თქვენ თვითონ მიიღებთ, ანუ თქვენ ხო იცით როგორი კაცებს თქვენ იზიდავთ, ხო? იმიტომ რომ იმპერატორს აქვს ბევრი მხარე. და აი აქედან როგორი ენერგია მოდის, იცით, შეიძლება ზოგჯერ, ანუ ეს როგორი ტიპაჟი არის, იცით, კი, ნამდვილად ბევრი რამე აქვს გამოვლილი ამ ბიჭს, ადამიანს, მოდით ასე დავარქვათ, მამაკაცს ჯობია, ასე მამაკაცს, რომელსაც აქვს ნამდვილად აი ის კლასიკური მაგისი ახლა ახსნა, რო თქვათ, მაგრამ მე მაინც ვეხმძღვანელებ ამ წიგნით ახლა ხო, ჩვენ ახლა ხო ვიცით, რომ დასტა ჩემთვის არის ყველა დასტა, უშუალოდ რაღაცა ფსიქოლოგიის წიგნი. აი ამ წიგნში როგორი იმპერატორი არის, იცით, არის ადამიანი, რომელსაც კი აქვს ბევრი გეგმა, მაგრამ იცით როგორი სიტყვა მოდის, აი кайфушник ადამიანი, რომელსაც აი უყვარს კომფორტი, უყვარს აი კარგი ცხოვრება, უყვარს ანუ ლამაზი ცხოვრება, მოდით ასე ვთქვათ რა. კი, აქვს ბევრი გეგმები, ხოთრე ძალიან სიმპათიური მამაკაცი შეიძლება იყოს აი ძალიან მაღალი ტიპი, სპორტულიც არის, არ გამოვრიცხავ. და ანუ როგორ არის, იცით, ზოგჯერ შეიძლება თქვათ იყოს ისეთი, ანუ ახალგაზრდა იმპერატორია, მაგრამ აი ჭკვიანური გამოხედვით არის, გაიგეთ, რომ ნამდვილად შეიძლება ადამიანს ახლა აქ ბევრი რაღაცები მიაღწია ცხოვრებაში, ну ყოველ შემთხვევაში იმპერატორები კიდე როგორები არიან, იცით, აი მე მაგათ უზახე ზოგჯერ ხასიათი ტიპებს რა.
ნუ იმპერატორი კიდე რო ვთქვათ, როგორი აი თუ ხასიათს ავიღებ, ცოტა ჯიუტით, ცოტა კი არა, ჯიუტი არის, აქ ყველაფერზე თავისი აზრი და ძალიან რთულია რომ გადაათქმევინო, თქვათ რა. და თავდაჯერებულები არიან, არა აქვს მნიშვნელობა ახლა იმას რომ თქვათ, ახლა რამეს მიაღწია თუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში, ანუ ნახეთ როგორ არის იმპერატორი, არის კიდე აი შეიძლება, ნუ კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს აქ საჯარო გაშლა, ამიტომ ვამბობ ბევრ იმას. შეიძლება არიან ისეთი მამაკაცები, როცა აი რო შეხედავ შეხედულებით არის აი ძალიან აი სტატუსნი მუშინა რა, ანუ სტატუსი აქვს რა, რაღაც ისეთი ტიპია, რომ აი ზოგჯერ მატყუ არა სტატუსი აქვს რა. იმიტომ რომ შეიძლება დაუშვათ სადმე ისე იცმევს, ისე გამოიყურება, რომ აი იზიდავს ყურადღებას ძალიან, მაგრამ სინამდვილეში რო გითხრათ ახლა შეხედულება აქვს მარტო და ხასიათი, მაგრამ აი აქ ნახოთ ჩვენ ახლა მაინც უფრო და ვიღაცისთვის როგორი ტიპი იქნება კიდე ნახეთ, ისეთი მამაკაცები, ისეთი ტიპაჟები შემოდიან, ვისაც აი უნდა სერიოზული ურთიერთობა სხვათა შორის და შეიძლება აი ნუ ჩვენ ახლა განვიხილავთ, მაგრამ შეიძლება თქვენ რო გხედავენ აქვთ ეგეთი უკვე სურვილი რომ თქვენ გახდეთ მისი ცოლი. ანუ ეს არის როგორი მომენტი, იცით, ახლა კაცებს ჩვენ ხო ერთმანეთს ენერგიით ვგრძნობთ, ხო? და რა თქმა უნდა, ახლა კაცებიც გრძნობენ, რომ აი ამ ქალთან როგორი ურთიერთობა შემიძლია დავამყარო და ამიტომ შეიძლება თქვენ შემთხვევაში ეს მომენტი იყოს, რომ კაცები, რომელიც თქვათ, ახლა უნდათ რომ დაუშვათ ახლა სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ აი სად წავა და ეს რისი ბრალია, ეს უკვე სხვა თემა არის. მაგრამ ნუ მომეწონა რა ძალიან რომ ესე იგი იმპერატორი გვეწვია, აბა როგორი რა არის აქ აიმპერატორში, აბა? ნუ გითხარით, აქ არის ეს ორი ხო, აქ ნუ იმიტომ წამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება აქ იმპერატორი არის, როგორი ხლა იცნობ თქვენ რა ამ ტიპაჟს, როცა ადამიანი არის, როგორ იცით, აი წრუ იმპერატორებიც სხვათა შორის შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქ ესეთი არკანები გამოვიდა, რომ ნამდვილად კი მასია, მაგრამ პირველ ანუ შეიძლება აი რაც გითხარით მე თქვენ, რომ შეიძლება ისეთი კაცი იყოს, რომ შეხედავ ძალიან მაგარი ტიპია შეიძლება იყოს, მაგრამ კიდე კარგად უნდა გაიგო თქვენ, ახლა დაუშვათ სინამდვილეში ეგ არის თუ არა, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ზოგჯერ შეხედულებით, აი შეხედავ მაგარი ტიპია რა, აი ძალიან ისეთი სპორტული, ძალიან მე ბევრი უბრალოდ ახლა გამოცდილება მაქვს უდიდესი, იმიტომ რომ დღეში რამდენი სიტუაციებს ვარჩევ, ყოველ დღე რაღაც სიტუაციებს ვარჩევ და ამიტომ უკვე თქვენ გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ არის ესეთი ტიპაჟები და რადგან აქ ბევრი ხართ, ყველანაირ ტიპაჟს გეუბნებით, თქვენი დაიჭირეთ, გთხოვთ რა. რომ არიან რომ შეხედავ და არის აი, იმიტომ რომ აქ ცოტა ისეთი პოზა აქვს, აი ამ დასტაში უშვალოდ, ხო გეუბნებით, რომ იმპერატორი არის ცოტა არ იყოს, როგორ იცით, даже მინუსიც ხო აქვს ახლა იმპერატორს, ცოტა ინფანტილური რა, ანუ ესეთი კი მიუნდა ძალიან ბევრი გეგმები აქვს, სერიოზული ტიპი, თვითონ იცის რაც უნდა, ანუ არ არის ეგეთი ტიპი, რომელსაც თქვენ უკარ ნახეთ და თქვენ ჭკუაზე იაროს, არა. ნუ აქ ახლა ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ისეთ ტიპაჟებს იზიდავთ, რომელიც ან დაუშვათ უკვე არიან, ან უნდათ რამეს, ანუ ისეთი წარმატებულები, ან უნდათ რომ მიაღწიონ რამეს, ნუ ყოველ შემთხვევაში, ნუ ვერ აქ პაჟი არ არის. აქ პაჟი არა, როგორიც არ უნდა იყოს, ეს არის იმპერატორი. როგორი თქვენ როგორ მოგწონთ, როგორი ტიპი მამაკაცების თქვენ? ანუ ეს როგორი კიდე მომენტი არის, იცით? როცა დაუშვათ შენ გიყურებენ სერიოზული კაცი, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თქვენ ვერ ხედავთ. გოგოებო, ნუ თუ ეხლა გათხოვილები ხართ, ქმარია თქვენი უეჭველე რა, ის კაცი, რომელიც ეხლა არის თქვენთან. იმიტომ რომ თუ შეიძლება თქვა დიდი ხანია ხართ გათხოვილი, არ არის გამორიცხული ეგაც რა. სინამდვილეში თქვენ, ესე იგი
თქვენ როგორი მამაკაც იზიდავთ რა? თქვენ რომელი მოგწონს რა? იცით როგორი ადამიანებს თქვენ უფრო რომელიც გამოხატავს რომელიც თქვენ მოგწონთ კაცი მოქმედი. კაცი რომელიც აი თქვენ თვითონ რა მოგწონთ ესეთი მამაკაცები, რომელიც თქვათ არიან მზრუნველები, რომელიც არიან სექსუალურები, რომელიც არიან ძალიან აი თქვენთვის დაუშვათ რამეს, ну, აი როცა ქალისთვის უნდა რომ ასიამოვნოს. ანუ ეგეთები მოგწონთ თქვენ, რომ უფრო როგორ აი რომელთანაც კარგი დროს ტარება შეიძლება. ესეთი ადამიანია, რომელიც აი მართლა ну, სექსუალური ყველა ვარიანტში უნდა იყოს და ანუ ადამიანია, რომელთანაც შეიძლება даже გადაიზარდოს ეს ურთიერთობა, რომ სულ მცირე რომ უბრალოდ ერთად ვიყოთ, შეხვედრები, მიმოწერები და ანუ ერთად ცხოვრებაც თუნდაც კი ბატონო გინდათ, მაგრამ აქ უფრო როგორი მომენტი არის, იცით, როცა ამ წუთში თქვენ თვითონ უფრო მოგწონთ, ეს შეიძლება ეს ადამიანი დაეშვათ, ну, იცით რა, ზოგჯერ ვერ ვხედავთ ჩვენ ერგლივ რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ის რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება თქვენ დააკვირდეთ რა, რომ მართლა ისეთ სერიოზულ მამაკაცებს მოსწონო ხართ, იმიტომ გეუბნებით რომ აქ ეს ცუდი პოზიცია კი არა ის, რომ თქვენ გინდათ რომ უკვე მზრუნველი იყოს, იმიტომ რომ ნახეთ აქ ჩვენ გვაჩვენეს რომ ეს ხმალების დედოფალი ცოტა გადაღრილი არის და მართლა ჰარმონიას ეძებს. გაიგეთ და მართლა შეიძლება არ გამოვრიცხავ, რომ აქ არიან გოგოები, ვისაც არც გათხოვება უნდა, იმიტომ არ უნდა რომ უკვე ის გამოცდილება, რომელიც გქონდათ, ну, არ მოსწონთ ის გამოცდილება და ამიტომ ეძახან არ მინდა, მაგრამ მინდა უბრალოდ ისეთი ადამიანი იყოს, ვისთანაც მე კარგ დროს გავატარებ, ვისთანაც მე იზრუნებს ჩემზე, ვისთანაც მე ანუ გააღვიძებს ჩემში თქვათ ახლა ცეცხლს და ნავთს, აი ეგეთი ტიპაჟი უფრო მოგწონს რა. და სხვათა შორის ნახოთ გოგოებო კიდე ერთი მომენტი. თუ დაუშვათ თქვენ კიდე იზიდავთ ადამიანებს, რომელიც არიან მანძილზე, ახლა მოდის ინფორმაცია, შეიძლება ეს არის იმიტომ, რომ თქვენ თვითონ არ ახართ შინაგანად მზად იმისთვის, რომ მამაკაცთან ერთ ტერიტორიაზე იცხოვროთ და ეს ამ გაშლის ფარგლებში ვლაპარაკობ ახლა, კარგად მისმინეთ. ამიტომ რა ხმალების დედოფალია და ეს ამას ეკუთვნის რა, ამ ხმალების დედოფალს და უკვე არის როგორ იცით რომ ვიყავი გათხოვილი სიტყვაზე, თქვა ზოგი ახლა რამდენიმეჯერაც იყო რატომ არა და უკვე ანუ მე ეხლა მინდა უბრალოდ შეიძლება იყოს ურთიერთობა, აი ეს მანძილი იმისი ნიშანია, რომ ჯერ არ ახარ შენ მზად იმისთვის, რომ უკვე ადამიანთან ერთად იცხოვრო, იმიტომ რომ კი, კაი დროს ტარება მინდა, ეს მიმოწერები მომწონს, ეს ზრუნვაც კარგია, მაგრამ აქ შეიძლება ჯერ არ იყოს ხალი იმისთვის, რომ უკვე ერთ ტერიტორიაზე იცხოვრობს, იმიტომ რომ ერთ ტერიტორიაზე როცა ცხოვრობ, მაინც ირთობა სხვა კიდე მომენტები. და სხვათა შორის მე მქონდა ესეთი კიდე მაგალითი, გოგოს ახლა დიდი ხანია აქ ურთიერთობა და განსხვავებაც არის ასაკზე და მართლა უყვარს ძალიან უკვე ერთმანეთი უყვარდა ორივე თავისუფალია და ვეკითხებოდი რომ აი რატომ არ გინდათ რომ ერთად იცხოვრობ და იმ გოგომ მითხრა რომ იცი რა არის იმდენად კარგი მამაკაცია ისე კარგად ვგრძნობთ თავს ჩვენ რომ ნამდვილად აი ამ კომუნალურების გადასახადებით და საერთო საცხოვრებელი რაღაცა საყოფო საცხოვრებელი რაღაცა მომენტებით არ მინდა რომ გავაბუჯო ეს და ამიტომ მირჩევნია რომ ერთმანეთს შევხვდებით სადმე მივდივართ კაი დროს ვატარებ და როცა ჩვენ გცალია აი ესეც შეიძლება იყოს აი აქ ესეთი მომენტი რა ну რა ვქნათ საჯარო გაშლაში აი ასე ბევრი რაღაც ვარიანტები მოდის და თქვენი უნდა დაიჭიროთ ყოველთვის რა ნახოთ ახლა როგორი ტიპის მამაკაცები სინამდვილეში თქვენ შეგეფერებათ რა იმისთვის რომ ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ აი გეუბნებით რა აქ გინდა თუ არ გინდა გოგოებო აქ ეს ისტორია რომ დავიწყე იმიტომ რომ პენტაკლების პაჟი ანუ
ნახეთ, ან ახლა აქ ძალიან ესეც ძალიან ნებიანი და სხვათა შორის რაღაცით კიდე მან არასაც გავს. და აქაც აი ამ ქალს დღეს ნახეთ ახლა აი მე მინდა რომ კარგად დაიჭიროთ თქვენ როგორი სიტუაცია, იცით? ჩვენ აი ეხლა როგორ ენერგიებში ხართ და ანუ შეიძლება თქვენ დაუშვათ კი იზიდავთ სერიოზულ კაცებს, მაგრამ იმიტომ რომ შეხედავენ გამოცდილი ხალია, მოვლილი ხალია, ძალიან ისეთ გათანასწორებული ხალია, მაგრამ ამ წუთში თქვენ ცხოვრებაში აი ეს ხდება, რაც ხდება. იმიტომ რომ ეხლა ამ წუთში თქვენ აი ეს პაჟე თუ მოდის, ანუ პაჟე რას ნიშნავს? პაჟე არის ცოტა ისეთი ტიპი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ცოტას, არა ბევრს. იმიტომ რომ იმპერატორი კი არის თქვენ სივრცეში, არის მამაკაცები სერიოზულები, მაგრამ თქვენ იზიდავთ ასეთებს, გაიგე და ამ წუთში თქვენ ისეთ ენერგიაში ხართ, რომ გჭირდებათ ალბათ აი ასეთი მამაკაცი. იმიტომ გითხარით, რომ შეიძლება ეს გადავიღალე ამ ცხოვრებიდან, შეიძლება დაუშვათ გამოსული ხართ ახალი ურთიერთობიდან, ან გამოსული ხართ, თქვათ ახლა დაუშვათ დიდი ხნის ოჯახური თემა იყო, ან გაშორდეთ, ან დაქვრივდეთ. ანუ ყოველ შემთხვევაში აი ამ ეტაპზე ეხლა აი ესეთი ინფორმაცია მოდის. ეს მინდა რომ პროსტო თქვენ კარგად დაიჭიროთ ეს მომენტი, რომ შეიძლება ახვალ ზეგ მაზეგ თქვენ იტყვით, რომ არა, всё, ეს უკვე აღარ მინდა, მე ახლა უკვე ისევ მზად ვარ იმისთვის, რომ სერიოზული ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ქალს უნდა ურთიერთობა, სადაც არიან შეხვედრები, სადაც არიან, თქვა, თუ ერთად ცხოვრობ ანუ მსუბუქი არ მინდა გადავიდე იმ თქვა, ნასკების რეცხვაზე და ბორშების კეთებაში. მე მინდა ეხლა აი ასე დავისვენო და მივიღო აი ეს თქვათ უბრალოდ თქვათ ენერგია, ის რაც მინდა ეხლა თქვა დავისვენო, მოდით ასე თქვა და დავარკვათ რა. და ამიტომ ახლა თქვენ ამ წუთში შეიძლება არ გჭირდებათ ამ წუთში ეს იმპერატორი. ამ ეტაპზე აი ეს რაც გჭირდებათ, აი გვეუბნებიან, რომ კი, ისეთი ადამიანი, ვისთანაც თქვენ კაი დროს გაატარებთ, თუნდაც სულიერად. ეს შეიძლება იყოს შეხვედრები კიდევაც და ასე შემდეგ. იმიტომ შეიძლება აი გეუბნებით, არის იმპერატორი სივრცეში, მაგრამ ჯერ ამ წუთში ამ ეტაპზე ეს არის თქვენთან. კარგით, მოდით ნახოთ, როგორი დაბეჭდილებას თქვენ საერთოდ ავლენთ მამაკაცებს. აი როგორც გითხარით, რომ ეგრევე ადამიანს უნდა თქვენთან ურთიერთობა, ადამიანში თქვენ იწვევთ სექსუალური ენერგია და სხვათა შორის ადამიანს უნდა თქვენთან ხანძლივი ურთიერთობა რა, იმიტომ რომ აქ არის როგორ თქვენ ახლა რომ ხედავენ რომ მამაკაცები ნახეთ დაბეჭდილებას ხო? ისეთი აი როგორ გითხრათ იცით ქალი რომელთანაც აი თუნდაც სექსუალური ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. გაიგეთ? ანუ იცით როგორ არის? ანუ როცა მშვიდი გოგო ხარ, აი რაც გითხარით რა, აი აქ არის გოგომ რომელმაც უკვე ცოტა დავიღალე და უკვე აღარა მაქვს იმისი ნერვები რომ მე ახლა ვიჩხუბო, რაღაცები დავიწყო. აი ეს უკვე აქ გოგოებო, თუ თქვენ მართლა არიან ზოგი ახლა პატარები, მაგრამ მოდიან უკვე დაბადებულები არიან ასეთი სიბრძნით, მაგრამ უფრო გაშლა იქნება გოგოებს, ვინც მართლა ბევრი რაღაცები გამოიარა და უკვე აღარა გაქვს ის ნერვები და რაღაცები, რომ თქვენ ახლა აქ ისტერიკები და რაღაცები მართოთ და უბრალოდ მშვიდი, კარგი, სასიამოვნო ქალი, რომელთანაც ძალიან კარგი არის ერთად თქვათ ყოფნა და უფრო აი ხო გეუბნებით სექსუალური თემები უფრო რა. ანუ როგორი თვალსაზრისით გეუბნებით იმათ რა, რომ აი ეს ენერგია რა, უფრო ეს გჭირდებათ რა და ამიტომ მამაკაცებიც მაგას გრძნობენ, მაგრამ აი თითქოს როგორ არის, იცით, რომ ამ წუთში მაგის გარდა თქვენ არც გინდათ არაფერი რომ ვთქვათ.
კარგით. მით უმეტეს ნახეთ, თუ დაუშვოთ თქვენ გათხოვილი ხართ და თქვათ აი ასე, თქვენ შეიძლება ფიქრობთ დაუშვოთ, არიან ესეთი მომენტებიც, როცა გოგო ფიქრობს, რომ თქვათ მყავდეს ესეთი მამაკაცი, რომელთან სერიოზული არაფერი არ მექნება, უბრალოდ მინდა მყავდეს შეხვედრებისთვის, ვისთანაც მე დაუშვათ, ანუ ის, რასაც მე ოჯახში თქვათ ვერ ვიღებ, მივიღო ამ მამაკაცისგან. ესეც არის ვიღაცისთვის ინფორმაცია. ყველასთვის არა, თქვენი მე რა ვარიანტებს გეუბნებით, თქვენ დაიჭირეთ თქვენი სიტუაცია რა. ანუ როცა დავიწყებ ახლა, მე მგონი იმ თვეში დავიწყებ გარჩევას ახლა ჩვენთან კლუბში ხო იცით რომ არის ახლა უფასოდ მიმოხილვას ვაკეთებ მე მატრიცის, მაგრამ ჩვენ ახლა ამ თვეში კიდე ვაკეთებთ და კიდე რამდენიმე შეიძლება 1-2 კვირა იქნება უბრალოდ პირად დანიშნულებაზე ფინანსებზე და მე მინდა რომ აი თებერვალში შეიძლება თვის მეორე ნახევარში უკვე კარმულად ვნახო მატრიციდან იმენა უშუალოდ ურთიერთობას მივაქცევ ყურადღებას ძალიან, იმიტომ რომ ანუ რატო საიდან არის ეს ყველაფერი რომ გავარკვიოთ თქვენში დაუშვოთ, ხო? აი ეგეთი მომენტი დაგეხმაროთ მაგაში. ამიტომ შემოგვიერთეთ ჩვენ კლუბში და უკვე შეგიძლიათ რომ დაუშვათ ახლა თქვენ დაწეროთ ის რაც რომ მინდა აი ესეთ გარჩევაზე რა. ვიდეოს ქვეშ არის ყველა ლინკები, იმიტომ რომ დავფიქრდე ახლა ცოტა და მუსფათ ესეც გამახსენდა რომ მეთქვა თქვენთვის რა. так, კარგით ახლა ეს იყო პირველი დაბეჭდილება, ხო, რომ ქალი რომელიც გადაიღალა, რომელსაც უნდა ეს რაც თქვით, ხო? საერთო, ანუ როცა უკვე თქვენ დაუშვთ ადამიანთან გქონდა თქვათ საუბარი, ხო, მამაკაცთან და ანუ ზოგადი დაბეჭდილება. ნუ ზოგადი, აი ნახეთ რა საინტერესო არის, ახლა შეხედეთ რა. ზოგადი არის როგორი, იცით, თქვენ როცა გესაუბრებთ, მიხვდებიან ეს ადამიანები რას, რომ თქვენ არ ახართ იმისთვის, რომ თქვენი გული მოიბრყოს ამ ადამიანმა, აი ნახეთ, პირველი შეიძლება შეხედოს ის, რომ დაუშვათ თქვენ გინდათ რაღაც ენერგია სექსუალური, ხო ხდებით რა, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც ესეთი გოგო ხართ, მაგრამ მერე უკვე, ანუ თქვენ როცა გაგესაუბრებიან, უკვე ხვდებიან, რომ ეს არ არის ისეთი გოგო, რომელსაც ახლა დაუშვათ, აი ადვილად დავიბრუნებ, ხო? ამიტომ რომ აქ ახლა დრო დასჭირდება იმისთვის, რომ თქვათ ეს გოგო, ნუ რამე სერიოზულზე გადავიდეს. იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით რომ კი გახსნილი გოგო ხართ, კი არა ხართ რაღაცა ხანჯა, კი ძალიან მაგრადაც გამოიყურებთ, კი კომპლიმენტებსაც იღებ შეიძლება, მაგრამ აქ დასჭირდება კიდე ან საჩუქარი, ან რაღაცა კიდე ყურადღება მეტი და თან ხანძლივი, რომ თქვენ გახდეთ მისი. გაიგეთ რა ხდება? იმიტომ რომ არის ზოგჯერ რომ შეხედავ, აი მაგარი სექსუალური გოგოა, ხო? მაგარი ქალია. ეს უკვე კაცების პოზიციას გეუბნებით. ხო და იმიტომ რომ ნუ ხო ვიცი ეს ფსიქოლოგია კაცების და არა მხოლოდ თეორია. და მაგრამ ხედავენ იმას, რომ ნამდვილად ეხლა შეიძლება არ უნდა ამ გოგოს სერიოზული, მაგრამ აი ის რაღაცა რო გაკლიათ თქვა დაუშვოთ ეს მომენტი, რომ კი, მაგრამ არც ისეთი ადვილი და ბუჩა როგორ არის ქართულად ადვილად დასაკვირვებელი არ ახართ, მოდით ასე ვთქვათ. კაი. როგორ ხედავენ თქვენ, აი დაუშვათ უკვე სასიყვარულო ურთიერთობაში, ცეცხლი და ნავთი, ნუ რაც გითხარით რა. მე ხო გეუბნებით, აქ არის ის მომენტი, რომ თქვენში ეს ენერგია არის, ეს მე ხო თავიდან ხო გითხარით, რომ აქ ძალიან ლამაზი სექსუალურად მიმზიდველი ქალი არის. უბრალოდ გადაიღალა, სერიოზული ურთიერთობები არ მინდა ჯერჯერობით, იმის მიუხედავად, რომ ის სივრცეში არიან ესეთი ადამიანები, მაგას ვერ ხედავს შეიძლება, თუ ქმარია გასაგებია, რომელიც უკვე შეიძლება მობეზრდა
და უფრო უნდა რაღაცნაირად აი იცით ამ წუთში ხართ ენერგია, აი მსუბუქი რაღაცა მინდა რა, მსუბუქი და ეს ადამიანები ხედავენ თქვენში, მამაკაცები, რომ თქვენთან აი სექსში იქნებით რაღაცა ზღაპარი რა. აი ამას ძალიან კარგად გრძნობენ, რომ შეიძლება ეს საწოდავი ვერც გაგიძლებს რა. გეფიცებით რა, იმისაც ცეცხლიდან ართი ხარ თქვენ მაგა. ეხლა ვნახოთ რა მოსწონს მამაკაცებს კიდე თქვენში, ნუ აი გეუბნებით რა, თქვენი ტანი, თქვენი სექსუალურობა, თქვენი ენერგია მოსწონს, თქვენი სხეული მოსწონს, თქვენი ანუ გრაცია მოსწონთ რა. ანუ ეს როგორც იცმევთ შეიძლება მოსწონს. ზოგისთვის ეხლა ლამაზი ძალიან აქვს საჭდომი ადგილი. ნუ ეხლა ვერ გაჩვენებთ ისეთი აქ არის ძალიან ისეთი არ კარგი რომ ვერ გაჩვენებთ, რომ დაინახოთ მიხვდებოდეთ ჩემი სიტყვები აღარ დაჭირდებოდ. მიგით არ გქონით. ვოთ, ანუ იმიტომ რომ არის როგორი ხარ, რა თქმა უნდა მოსწონთ, იმიტომ რომ ესეთი ენერგეტიკა გაქვთ, რომ აი რას ამბობ, რა ძალიან სექსუალურია. ძალიან ისეთი გოგო ხართ, რომელთანაც აი ეგრევე გინდა, რომ ანუ რომ აი ქალი რომელიც ეგრევე რომ მოუნდება მამაკაცს. გაიგეთ, რომ აი რომ აშიშრებენ ეგრევე კაცები რა, რომ დაგენახავენ ეგრევე უკვე всё აი ეს ჩაუცეთ ესენი რაღაცა რო არის თვალები. სადღაც წაკითხული მაქვს, რომ ჩაიცმე, გაიკეთებ სათვალეს და ეგრევე ტიტველს ხედავ ადამიანს რა. აი ეგრევე რა, ანუ ძალიან ხო გეუბნებით, რომ იქნებით ისეთი, რომ აი ნუ ეს ძალიან მოსწონს თქვენი ენერგეტიკა რა, რომ აი ძალიან მოცითი გოგო ხართ რა, იზიდებთ ყველაფერს. მაგარი გოგოები მყავს რა, მომწონს. რა არ მოსწონთ? ზუსტად, ხო, აი ის არ მოსწონთ, რომ თქვენ ხართ აი ესეთი მიუკარებელი გოგო რა, ანუ რომ არ არის ადვილად რომ დასაწყობი რო არ არის, ეს არ მოსწონთ. გაიგეთ, რომ თქვენ ახლა აი ნახეთ, ეს ყველაფერი რაც არის, მე კი არ ნახეთ, რა მინდა გითხრათ, რომ აი ასე კითხულობენ. გაიგეთ? მაგრამ სინამდვილეში თქვენ ახლა ასე გხედავენ, მაგრამ ამავე დროს თქვენ თვითონ ისეთი გოგო ხართ, რომ არა, ისე ადვილად რომ დასაწყობი ხო გეუბნე, არა ხართ და ეს არ მოსწონთ. იმიტომ რომ იპრანჭება, იმიტომ კიდე რაღაცები ახლა იძაბება და ასე შემდეგ რა. და პლუს კიდე ის, რომ ნუ თავს იფასებს. მოდით ასე ვთქვა, თავს იფასებს რა, ეგეთი თემა არის რა. რა თვისებები ხო თქვით ჩვენ უნდა განვითაროთ თქვენში რომ თქვენი დაიბრყოთ დაუშვათ ის მაკაცი რომელიც თქვენთვის რა არის იცი პრინციპში რა არის ახლა რა თვისებები და ძალიან მშვენივრად კარგად გაქვთ ყველა თვისებები მეუბნებიან რა რომ ნუ აი აქ ხო გვაჩვენეს რომ კაცებიც ხედავენ რომ თქვენ თავს იფასებთ და უნდა დაიფასოთ და უნდა დაიფასოთ ნამდვილად თქვენ იმიტომ რომ აქ არის პენტაკლების ტუზი ნუ პრინციპში შემიძლია განახოთ თუ დაენახავთ ისე უცბად იმიტომ რომ აქ როგორი არ უნდა იჩქაროთ არ უნდა დათქმეთ ამ ცხოვრებით არ უნდა ანუ თქვენი ფასე მაინც უნდა იცოდეთ ბოლომდე რომ თქვენ ხართ მართლა ძვირფასი ქალი და თქვენ ნამდვილად როგორ ხართ იცით როგორი თვისებები ანუ რომ იცით რა მომდის რაღაცა ესეთი სიტყვები რომ თქვენ არ ახართ მშიერი ქალი გაიგეთ რომ მე ვიცი ჩემი ფასი მე ვიცი რომ მე ვარ მართლა პენტაკლების ტუზი არის ახლა ეს როცა ნამდვილად მე ვიცი ჩემი ფასი რაც კარგი სიტყვა ნეტა ახლა გამოადგება იმისთვის რომ კი ხო ვიცი ჩემი თვითშეფასება მოდით ასე ვთქვათ მაღალი თვითშეფასება მართლა უნდა გქონდეთ იმიტომ რომ აქ მაგარი დონის გოგო არის და მაგარი ენერგიებში ხართ რა და ამიტომ აი ეს უნდა იყოს რომ არ უნდა აქ ნამდვილად ეხლა გამოხატ ანუ იცით როგორ არის რაცაც უფრო მეტად თქვენ თავს დააფასებთ უფრო მეტად იქნება აფრთხილებული ეს მამაკაციც გაიგეთ ასე რომ ვთქვათ რა და ამით თქვენ უფრო მეც გააკეთებთ ხო აი რა გიშლით ხელს თქვენ დღეს ის გიშლით ხელს ნამდვილად რომ თქვენ თვითონ არ იცით როგორი მამაკაცი გინდათ აი ეს არის
ძალიან ლამაზი კარტი, უცბად გაჩვენებთ. თუ გინდათ გააჩერეთ. რატომ? რა გიშლით ხელს? იცით რა არის გოგოებო, ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია იმისი, რომ თქვენ ცხოვრებაში იმიტომ არ შემოდის ეხლა აი ასეთი კაცი, თუ მართლა გინდათ თქვენ ეს იმპერატორი, ხო? და რო გეუბნებით თქვენ სივრცეში არის, იმიტომ რომ თქვენ ხართ, ვერ უშვებთ იმას, ვინც ეხლა ყავთ თქვენ. აი ეს არის და პლუს კიდე ის მომენტიც, რომ თქვენ პრინციპში კიდე ერთი მომენტი, რომ ვერ ხედავთ იმად, ვისაც აი რაც გითხარით, ვინც ნამდვილად აი მზად არის ყველაფრისთვის თქვენი გულისთვის, ვერ ხედავთ. თქვენ თვითონ. ესეც არის აქ ერთ-ერთი მომენტი და მოდით ვნახოთ ახლა, ანუ როგორ რა უნდა გააკეთოთ თქვენ მაგისთვის. ნუ პირველ რიგში როგორ უნდა გააგებოებ, აქ ვიღაცისთვის იქნება ინფორმაცია ის, რომ ინტერნეტში გადეთ, თუ დაუშვოთ თქვენ ნამდვილად, ნუ ესეც ახლა სწორედ უნდა იცოდე, როგორ უნდა გახვიდე ამ ინტერნეტში და იქ გაიცნო, ნუ პრინციპში იმიტომ გეუბნები, რომ სამყარო არის რა. პლუს კიდე იცით როგორ არის, პრინციპში მე რას ვეთყოდი ის რა ქვია, აი რა უნდა არაფერიც არ უნდა გააკეთოთ თქვენ. იმიტომ რომ ისეთი მიმზიდველი გოგო ხართ, უბრალოდ უნდა აი როგორც გითხრეს რა, თქვენი თავი დააფასოთ. ანუ რომ აი ეს პატარა პაჟები და ესენი აღარ გჭირდება თქვენ, იმიტომ რომ ხო გეუბნებით რომ ვერ ხედავთ თქვენ იმას, აი თვალები უნდა გაახილოთ და დაინახოთ, იმიტომ რომ ვერ ხედავთ. всё. და შეიძლება აქ დაბალი თვით შეფასება არის. აი მე ხო გითხარით ახლა როგორ ხედავენ და თქვენ შეიძლება ბევრს გქონდეს წინააღმდეგო. მოიცადე, სუკანი ვარ უნდა გავხდე, უიმე ნაოჭები მაქვს, უიმე ისა მაქვს, ისა მაქვს. კარგით რა გეხოცებით რა. გეხოცე. კაცები მაგაზე არ მოდიან. შეხედულება კი, მოვლილი ხალი კი, რაზე ელაპარაკი, ყველას უნდა სილამაზე, რას ქვია. და სილამაზეც რას გულისხმობ, რომ ანუ ყოველ შემთხვევაში მე დაბანერი და რაღაც ვარცხნილობა და ცოტა ქალს როგორც შეეფერება, მაგრამ რამდენიც გინდა ვიცი მე გოგოები, რომელიც რო შეხედავ, ნუ კი მოვლილი ხალია, მაგრამ რა ვიცი აბა, რა მოსწონს ამათ კაცებს და არის როგორც აი ყველი კარაქში რო იტყვიან რა, მაგრამ ისეთი რაღაცები აქ აი შინაგანად იმდენად ლამაზია, იმდენად აი გარედან იმდენად თქვა შეიძლება არ ქონდეს ეს ნაკვთები და ის ფიგურა თქვა და ისა მოდელის, მაგრამ იმდენად არის შინაგანად ლამაზი, რომ აი ეს შინაგანი ლამაზი იზიდავს, სილამაზე იზიდავს აი ამ ნუ ასეთ კაცებს. გაიგეთ და ამიტომ აქ ეს მომენტიც არის რა. ანუ კიდე რა მითხარით, კიდე ნუ გოგოება, აქ მართლა ბევრისთვის იქნება ის, რომ თქვენ მართლა უნდა ან დატოვოთ ის ურთიერთობები, თუ დაუშვათ თქვენ თვითონ გრძნობთ, რომ ნამდვილად ახლა არ არის სათქვენო ეს თქვენ უნდა ეს არჩევანი უნდა გააკეთოთ და მეორე კიდე ინტერნეტ სივრცეში ვიღაცა კი. იმიტომ რომ როგორ არის, ზოგი შეიძლება ითქვას რა ინტერნეტში შევსულ ვარ და არაფერიც არ არის, ეხლა იქ ესეთი ადამიანი თქვათ, რომ აი მოგზაურობა, სხვათა შორის ძალიან კაი წამალია, მოგზაურობაშიც კი შედრო, მაგრამ უბრალოდ მე მაინც რა მომდის, იცით, გაახილეთ თვალები უფრო და თუ დაუშვათ თქვენ გაქვთ ურთიერთობა, რომელიც ეხლა არ არის აი სამკუთხედები და ეს ყველაფერი უნდა მოიშორდეს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ არ იქნება, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი კიდე ნახეთ, ნუ იცით თქვენ უკვე რომ უნდა მოშორდეს, მაგრამ რაღაცები გიშლით ხელს ამ დროს გინდათ ახლა ურთიერთობა არანაირად, აი იზიდავთ ასეთ ურთიერთობას, სადაც არაფერი სერიოზული არ არის დაუშვოთ, ხო? ისეთ იზიდავთ, რომელიც აი ნუ დაუშვოთ, ახლა თქვენ არავინ სერიოზულს არ გთავაზობს. კი შეიძლება თქვენთვის ამ წუთში მისაღებია, მაგრამ თუ სერიოზული ურთიერთობა გინდათ, ნამდვილად უნდა დაასრულოთ არასერიოზულობა და დაენახოთ ის მამაკაცები, რომელიც არიან ის ენერგია, რომელიც უკვე არის მზად და რა იქნება მაშინ
და რა იქნება მაშინ და იქნება მაშინ რა ის რომ თქვენ მართლა შეგიძლიათ რომ დაინახოთ ის მამაკაცი რომელიც თქვათ ახლა არსებობს კი და იქნება შეხვედრა ნამდვილად იქნება შეხვედრა კი მაგრამ ეს შეხვედრა იქნება როგორიც როცა თქვენ თვითონ თქვენ ვარსკვლავს იპოვეთ როცა თქვენ თვითონ თქვენს თავს შეიყვარებთ და როცა თქვენ თვითონ მიხვდებით რომ მე მინდა ნორმალური სერიოზული ურთიერთობა და არა ისეთი რომ თქვათ ახლა ну ეს გადაღლილობა უნდა გავიდეს ეთქობა რაღაცა ისეთ პერიოდში ხართ აი ეს როცა უკვე დასრულდება თქვენ ახლა რო უფრო თავს შეიყვარებთ და უფრო განახლდებით ასე რომ ვთქვათ აი მაგ შემთხვევაში კი იმიტომ რომ აქ არის კიდე ვიღაცასთან იქნება ისეთი ურთიერთობები რომელსაც ებღაუჭებით რომელიც შეიძლება უკვე აღარც გჭირდებათ მაგრამ ვერ უშვებთ ჯერ და ამიტომ არის რაღაც არასერიოზულია. Plus შინაგანად თქვენ უნდა იყოთ, მზად უნდა გაუშვათ აი ეს რომ დამოკიდებულებები ისეთ ადამიანთან, რომელიც თქვა არ არის ეს იმპერატორი სიტყვაზე, ხო? მაგრამ კიდევ ამბობ, რომ აი ამ გაშლაში შეიძლება ამ პერიოდში ეს გჭირდება დაუშვათ, ხო? მაგრამ თუ თქვენ იფიქრებთ იმაზე, რომ სერიოზული მინდა ურთიერთობა უკვე, ხო? აი აქ ესე იგი უნდა განთავისუფლდეთ იმისგან, რაც ეხლა რეალებს თქვენ გარშემო, იმიტომ რომ ეს რაღაც გიშლით თქვენ ხელს იმისთვის, რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში აი ეს იმპერატორი, რომელიც ნამდვილად გახსნის შენს ვარსკვლავს იმ დონეზე, რომ თქვათ ეხლა იგრძნოთ თავი, ისე რომ თქვათ ეხლა ნამდვილად ქალად რა. ნუ აქ ეთქობა პერიოდი კიდე დიდი ხანია შეიძლება იყო ცოტა პერიოდი, რომელიც გჭირდება ჯერჯერობით ასეთი თემისთვის. არ ვიცი, გოგოებო, მომწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდათ ეს გაშლა, იმიტომ რომ კი ვხვდები, რომ ბევრი აი ისტორიები აქ ჩააქსოვა ამ გაშლამ, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, რომ თქვენ თუ ნახეთ თქვენი რაღაც თემები, აი ეს მაინტერესებს და იმიტომ რომ ცოტა რთულია საჯარო გაშლა, იმიტომ რომ ბევრი ენერგია მოდის, ბევრი ინფორმაცია და სხვადასხვა ადამიანები არიან და ამიტომ, თქვენ ჭკვიანები ხართ, მაინც თქვენსაც დაიჭერთ. მიყვარხარ ძალიან, მადლობა რომ ჩემთან ხართ, მადლობა ნდობისთვის და როგორც ყოველთვის გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ